საღამომშვიდობის და პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან. ჩვენ გავიმარჯვებთ სამეგრელოში და ჩვენ გავიმარჯვებთ საქართველოში. ასე მიმართა ირაკლი ალასანიამ სამეგრელოს მოსახლეობას. ქართული ოცნების ლიდერთა ერთი ნაწილი დღეს მოსახლეობას სენაკში ხვდებოდა. ირაკლი ალასანიას ფოჩის სტუმრობას კი დევნილთა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება მოყვა. ისინი ოპოზიციონერი ლიდერის ვიზიტს აპროტესტებდნენ და მძიმე სოციალურ ყოფაზე საუბრობდნენ. ხელისუფლებამ მომცა ეს საცხოვრებელი ჭერი, ალასანიას კი არ მოუწია არჩევნების დროს გავახსენდით. დევნილებთან შეხვედრას პოლიციის მაღალჩინოსნები მობილური ტელეფონით იღებდნენ. რატომ ნიშნავს სამეგრელოში გამარჯვება საქართველოში გამარჯვებას? პირდაპირ საუბარი ირაკლი ალასანიასთან, რომელიც ზუგდიდიდან სკაიპის საშუალებით ჩაგორთვება გადაცემის მეორე ნაწილში გვექნება. მანამდე კი რა ახალი ტაქტიკით უპირისპირდება ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციას? ამ შეკითხვაზე პასუხის მიღება ზურაბ ბიგვავასგან შევეცდებით. თქვენ უყურებთ და ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს. მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ ეთერში დაგვიანებისთვის, რადგან ხარვეზი არის სკაიპის ჩართვასთან დაკავშირებით, ამიტომ საუბარს ვიწყებთ ბატონ ზურაბ ბიგვავასთან. ბატონ ზურაბ, საღამომშვიდობისა, მოგესალმებით. მინდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი 27 მაისს დაგეგმილი აქციით. ქართული ოცნება თავის საარჩევნო კამპანიას იწყებს ძალიან ხალხმრავალი, შეიძლება ითქვას ძალიან ისეთი პრეტენზიის მქონე აქციით თავისუფლების მოედანზე. რას ნიშნავს, როდესაც პირველად არის ეს ყოველ შემთხვევაში მე როგორც მახსოვს, როდესაც ოპოზიცია ესეთი ამ ტიპის აქციით იწყებს საარჩევნო კამპანიას და ეს არ არის საპროტესტო აქცია. რას ნიშნავს ეს თქვენი აზრით? რა განაცხადია ქართული ოცნების მხრიდან? სერიოზული განაცხადია ყველა შემთხვევაში და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, როცა მოდის არჩევნებში, მას აქვს რამოდენიმე მიზანი. ეს არის ცნობილი და ყველა სახელმწიფოში წერია. მან უნდა განაცხადოს თავის შესახებ და უნდა დაანახოს საზოგადოებას, რომ ის არის ძლიერი და ის არის თავისთავად უნიკალური ძალა. ამ თვალსაზრისით ეს აქცია არის სწორედ ესე იგი ამის გამოხატულება. ნუ სხვა რაღაცებიც უნდა დაანახოს, რა თქმა უნდა, დანარჩენი 4, მაგრამ ეს უნდა დაანახოს ნამდვილად. ამ სიტუაციაში ეს არის ძლიერი განაცხადი, ძლიერის განაცხადი და სიძლიერის მაჩვენებელი. მაგრამ როგორც თქვენ ბრძანეთ, აი პირველად არისო ესეთი რამე ხდება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ აი ესეთი სახით მოდის. ძალიან ბევრი რამეა პირველად. პირველად არის, როცა ვთქვათ, ასეთი ადამიანი, ასეთი თვისებების ადამიანი, ასეთი მახასიათებლის ადამიანი უდგება ოპოზიციურ ძალას სათავეში. პირველად არის, როცა თითქმის მთლიანი ოპოზიცია აძლევს ამ ადამიანს ყოველ შემთხვევაში სანქციას იმაზე, რომ ესე იგი მან წაიყვანოს ეს პროცესი, მთლიანად წაიყვანოს ეს პროცესი. გარკვეული ნიუანსების გათვალისწინებით. ბევრი რამეა პირველად და ბევრი რამეა სრულიად უნიკალური ამ ჩვენ პოლიტიკურ ვითარებაში. მე იმედი მაქვს, რომ მთელი ეს აქტივობა სწორედ ასევე უნიკალურ შედეგს მოიტანა და ოპოზიცია ბოლოს და ბოლოს ესე იგი მიაღწევს თავის საწადლებს, რომელიც დასახულია. აი კონკრეტული აქციით ბატონ ზურაბ, რა ეფექტი შეიძლება იყოს, რადგან იქ თუ მოვა, ანუ დაახლოებით მინიმუმ 70,000 ადამიანზე საუბრობენ ქართული ოცნების ლიდერები. ეს ადამიანები მოვლენ ალბათ იმ მთავარი გზავნილის, მთავარი სათქმელის მოსასმენად, რაც მათ უნდა უთხრას ქართული ოცნების არა მხოლოდ ბიზნესმენებმა, არამედ სხვა ლიდერებმაც. რა შეიძლება იყოს ეს მთავარი გზავნილი? რა შეიძლება იყოს ის სათქმელი, რის გამოც საზოგადოებამ უკვე მომავალში, უკვე საარჩევნო ყუთთან ამ პოლიტიკურ ძალას შეიძლება დაუჭიროს მხარი? საარჩევნო ყუთამდე ეკა შორია ჯერ კიდევ, საკმაოდ შორია და ეს მოუთმელობა, რომელიც ქართველებს ზოგადად გვაქვს, ამაშიც გამოვლინდება, რომ ჩვენ სულ ვითხოვთ ამ ახალი ძალისგან, რომ აიჩქარა აქტიურად, ძალიან დაგვანახე, ესე იგი, რას აკეთებ, რატო არ გააქტიურდით. ჩვენ უნდა სიტუაცია წარმოვიდგინოთ, რა სიტუაციას ქვეყანაში ტრიალებს. გააქტიურება რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ყველას მე მგონი კარგად გვესმის. ამიტომ მე მიმაჩნია, ჩემი პირადი აზრია და მე მგონი ბევრი ექსპერტი ამას სიზიარებს, მე ექსპერტობაზე თავს ავმებ, მაგრამ ბევრი ექსპერტი ამას სიზიარებს, რომ ჯერ ადრეა ყველანაირი აქტივობის განხორციელება. ყველანაირის არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რეალური მესამე ტალღის, ასე ვთქვათ, აგორება ჯერ კიდე ადრეა და PR აქციების, ასე ვთქვათ, იგივე პროგრამების იმ ყველაზე მნიშვნელოვანი დებულებების გამოტანა სააშკარაოზე ჯერ კიდე ადრეა. ეს არის თუმცა არის ძალიან დიდი ინტერესი ბატონო პროგრამის. ეს ინტერესი არ განელდება. ეს ინტერესი არ განელდება
და გარკვეული ტაქტიკა, გარკვეული ეფექტური ტაქტიკა იქნება ამაში, რომ ეს ინტერესი ნელ-ნელა არ განელდეს, მაგრამ პატარ-პატარა, ასე ვთქვათ, დოზებით მიეწოდოს საზოგადოებას, სწორედ ის ძირითადი მესიჯები, როგორც ამბობენ, პროგრამის დებულებები, რომელიც ვიგნე ივანიშვილს აქვს მომზადებული და ამ გუნდსაც, ესე იგი, რა თქმა უნდა, გავლილი და გატესტილი აქვს. რა უნდა იყოს მთავარი განმასხვავებელი აი ძლიერი ოპოზიციური ძალის ხელისუფლებისგან? რადგან ძალიან ხშირად უცხოელი ექსპერტებიც საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოში პროგრამები, პარტიები ძალიან გავს ერთმანეთს. ამ შემთხვევაში თქვენი აზრით საჭიროა თუ არა, რომ იყოს რაღაც ისეთი, რაც მკვეთრად განასხვავებს ოპოზიციურ ძალას თავისი პროგრამიდან გამომდინარე ხელისუფლების შეთავაზებებისგან. უკვე განსხვავებულია, იცით, მენტალობით არის განსხვავებული ჯერ ესეთი ეს ძალა იმ ძალისგან, რაც დღეს არის, თქვათ, დამკვიდრებული და რაც დღეს მართავს ქვეყანას, ეს ერთი. მეორე, იცით რა, თუმცა საგარეო ვექტორი და უშუალოდ სოციალური თემები, სოფლის მეურნეობა არ ფიქრობთ, რომ მსგავსი აქვს დაუშვათ ერთმანეთის არა მხოლოდ ქართულ ოცნებას და ხელისუფლებას, არამედ პრინციპში სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ტექნოლოგიურად ეს ძალიან მარტივად კეთდება. ეხლა ამას წინაც წავიკითხე, სწორედ ძალიან საინტერესო სტატია, რომ ამერიკულ პოლიტიკაში ორივე თითქოს ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება და ეს არის დიდი ტრადიციების ძალა, უკვე ერთმანეთს არ უპირისპირდება იმ პატარა განსხვავებითაც კი, რომლითაც ადრე უპირისპირდებოდა. ეს იყო კონკრეტული რაღაც მიმართულების, ეს წამოვიდოდა ლეიტმოტივად და მე ამ ძირითადად აი ამ მოტივზე უპირისპირდებოდნენ, ესე იგი წინასაარჩევნოდ ეს ორი ძალა ერთმანეთს. ჩვენთან ცოტა სხვანაირად არის. კი, თითქოს პროგრამები ერთნაირია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ამერიკელებს ესეთ რამეს ეუნებიან, რომ აი მათ გააკეთეს გამოკვლევა და გამოკვლევების საფუძველზე ნახეს ადამიანებს საზოგადოებას რა ინტერესებს და ორივეს აღმოჩნდა, რომ ზუსტად ერთნაირი საკითხების მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება აქვს. რა თქმა უნდა, ამას ესე იგი ჩვენ ორიგინალური ვერ ვიქნებით. დღეს კვლევები მიმდინარეობს, უამრავი კვლევა მიდის, პერმანენტულად მიდის ეს კვლევები და ამ კვლევებზე დიდი აჟიოტაჟია ატეხილი და ყველა მიცის ყოველ შემთხვევაში რას აქვეყნებენ, რას წარმოადგენენ ეს ერთი საკითხია, მაგრამ მეორე ყველამ თვითონ ძალიან კარგად იცის რა ჭირდება საზოგადოებას. ეს კვლევები სწორედ იმისთვის კეთდება, რომ აი საზოგადოებრივი მოთხოვნები, საზოგადოებრივი გამოწვევები, ასე ვთქვათ, იყოს დაფიქსირებული და მე ამაზე პასუხი გაცემული. ეს იაკეთებს დღეს ოპოზიციური ძალაც და ეს იაკეთებს დღეს ნაციონალური, ვთქვათ, პარტია, რომელიც დღეს არის ხელისუფლების სათავეში. ამ თვალსაზრისით ორივეს ერთნაირი მოტივები აქვს და ერთნაირი ტაქტიკა აქვს, რომ აი რაღაცნაირად ეს მოთხოვნები და ეს მაგრამ არის სხვადასხვა ისტორია. ყოველთვის უკეთესი ისტორია აქვს ოპოზიციურ ძალას, რომელიც მოდის კრიტიკით, მას შეუძლია კარგად გააკრიტიკოს, ძალიან რთულ მდგომარეობაშია, რა თქმა უნდა, მართველი პარტია, იმიტომ რომ ის იყო 8 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში და მის პასუხისმგებლობას შეადგენს ყველა ის უარყოფითი მომენტი, რაც საზოგადოებაში დაგროვდა და ესეთი დაგროვებული მომენტებიც საკმაოდ ბევრია. ეხლა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ესე იგი განსხვავება იქნება თუ არა პროგრამებში, აუცილებლად იქნება პროგრამებში განსხვავება, იმიტომ რომ მენტალობა მეტყვილად არ ვახსენე. ერთის მენტალობა არის, რომელიც პირდება და არასრულებს, ან ვერასრულებს, ან სულ სხვანაირად გამოდის მისი ესე იგი დანაპირები. რეალისტურობა პროგრამის თავის. რა თქმა უნდა, რეალისტურობა და აი ისეთ რა მენტალობა სიტყვის კაცია ეს ადამიანი, ან ეს ძალა მთლიანად. იმიტომ რომ გარკვეული იზომორფიზმები ხდება და სიტყვის კაცია თუ არა, როგორ ენდობიან იდენტიფიკაციას ამ ძალასთან აკეთებენ თუ იმ ძალასთან აკეთებენ ადამიანები. და როგორც ჩანს, ესე იგი იდენტიფიკაცია მაინც კეთდება ამ ახალ ძალასთან უფრო მეტად, ვიდრე ხელისუფლებასთან და ამიტომ არის ეს ძალიან ისეთი დღეს ნაწილს მოусმინე ჩვენი პრეზიდენტის გამოსვლის, რომელიც ამბობს, რომ ესე იგი ჩვენი მთავრობის წევრები ძალიან სწრაფად გადაადგილდებიან, დახტუნაობენ ეს ტერმინიც ეხმარა და ეს აჟიოტაჟი და ეს ეიფორია, რომელიც ხელისუფლებაში და მთავრობაში არის, სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ მათ იციან რა სიტუაციასთან აქვს საქმე, როგორია ადამიანების დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულების შეცვლა უნდათ.
და სწორედ ამიტომ უკანასკნელ ხანს, ესე იგი, უამრავი ახალი ინიციატივა არის, უამრავი დაპირება, უამრავი ახალი მშენებლობა იმის საჩვენებლად, რომ ჩვენ აი ამას გავაგრძელებთ და დავამთავრებთ დაუშვათ რომელსაც თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური ძალის ბოლოდროინდელი მართლაც საოცარი აქტივობა არის რეაქცია ოპოზიციური ძალის ქმედებებზე, თუმცა მოდით პირდაპირ საუბარი ამ თემაზე გავაგრძელოთ სარეკლამო ბლოკის შემდეგ, გადაცემაში რეკლამის დრო. თქვენ პირდაპირ ეთერში უყურებთ პირდაპირ საუბარს, ზურაბ ბიგვავაა ჩვენი სტუმარი. ბატონო ზურაბ, ის რომ საქართველოს პრეზიდენტი არის მართლა ძალიან აქტიური, ხელისუფლებაც აქტიურობს ძალიან. ფიქრობთ, რომ ეს არის რეაქცია ოპოზიციის ქმედებებზე? ეს არის რეაქცია ოპოზიციის არამარტო ქმედებებზე, ეხლანდელ ქმედებებზე, არამედ პოტენციურ ქმედებებზე და პოტენციურ ეფექტზე. იმიტომ რომ როგორც კი ოპოზიცია ამოქმედდება და მოვა მაგის დრო, ესე იგი მე უკვე გვიან იქნება და ამიტომ ესენი ცდილობენ რაც შეიძლება რამდენი ხნის წინ დაიწყო ეს წინასაარჩევნო კამპანია, ხო გახსოვთ ესე იგი რამდენი ხნის წინ დაიწყო სიარული და ჩამოყალიბებულად, ეხლა ამას ვარ შეეშლება არავის, ეს ყველა ხედავს ამას, რომ ეს იყო პირდაპირ საარჩევნო კამპანია. რატო ერთი წლის წინ არ იყო გახსენებული ყველა ის პრობლემა, რომელსაც დღეს აი ესე ჩქარჩქარად წვითავენ. ყოველ შემთხვევაში იწყებენ გადაწყვეტის დაწყებას. რატომ არ ხდებოდა ეს? იმიტომ რომ ეს არის წინასაარჩევნო კამპანია ყველა ნიშნის მიხედვით. და ეს არის რეაქცია იმაზე, რასაც ესენი ელიან. იმიტომ რომ ელიან იმას, რომ ოპოზიცია რო დაიწყებს უკვე თავის წინასაარჩევნო კამპანიას, ამათ მძიმე სიტუაციაში ექნებათ. პასუხების გაცემა საკმაოდ რთული იქნება ამათთვის. მეორე მხრივ თითქოს შეიცვალა ხელისუფლების ტაქტიკა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. კერძოდ რას გულისხმობ? თავიდან გვახსოვს მისი პოლიტიკის შემოსვლისთანავე მას ჯერ ჩამოართვეს მოქალაქეობა, იყო ღონისძიებები ქართულ ბანკის საწინააღმდეგო, შემდეგ უკვე კონტროლის პალატა ჩაერთო ყოველივე ამაში. დღეს თითქოს ვითარება არის შეცვლილი, ანუ მაგალითად საკონსტიტუციო ცვლილებებს მოვიშველიებ, რომლის საშუალებითაც ბიძინა ივანიშვილს უკვე მიეცემა საშუალება, რომ ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამას ღიად აცხადებს ხელისუფლება, სწორედ მის გამო რომ ხორციელდება. რატომ შეცვალეს ტაქტიკა თქვენი აზრით? იცით რა მომენტი იყო, აქ იყო წუნწვაგი. სიტუაცია ჰქონდათ, ესე იგი, რომ მიენიჭებინათ ეს მოქალაქეობა, სისულელე გააკეთეს, რომ ესე იგი ჩამოართვეს, და მე რომ მიენიჭებინათ ეს მოქალაქეობა, წაგებული აღმოჩნდებოდნენ, რო არ მიენიჭებინათ, ისევ წაგებულია. ყველა კვლევა აჩვენებდა, რომ 70%-ზე მეტი უჭერდა მხარს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობა მიენიჭებინათ. ეს იყო ძლიერი ფიგურის შემოსვლა მთელი თავისი შალეიფით. ეს იყო ძლიერი ფიგურის ძლიერად შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში და ეხლა რამდენი საუბრია ილაპარაკონ ესე იგი რომ ესე იგი რეიტინგი დაბალი აქვს, ჩვენ მაღალი გვაქვს რეიტინგი, ეს ყველაფერი არის ესე იგი რაღაც ყურით მოძრეული, თორე რეალურ ფაქტებს რო შევხედოთ ჩვენ, რა მოხდა? მოხდა ის რომ ესე იგი აიღეს ჩამოიყვანეს ახალი დამკვირვებლები, ცვლიან კონსტიტუციას. რა არის? ეს არის ესე იგი სწორედ ის რომ ამათ აქვთ იმის სწორედ იმის შიში რომ ბიძინა ივანიშვილი როცა მოვა თუ ის იქნება კიდე ამადგან მეტად დაჯაგრული ვიდრე ეს მოუვიდათ ძალიან ბევრი რამე ამაზე მსოფლიოს საზოგადოებას საერთაშორისო ორგანიზაციებს რომელთა აზრი ამათთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ საერთაშორისო საზოგადოების და საერთაშორისო ინსტიტუტების და მსოფლიოს საზოგადოების ხარდაჭერის გარეშე ამათი რეიტინგი დავარდება დაახლოებით არ ვიცი მე 10-ის ფარგლებშიც არ აიწევა აი ეს არის პრობლემა და ითვალისწინებენ ამას რა, ამიტომ მათი ქმედებები სწორედ ესეთია, როგორიც არის. და ეხლა ამბობენ, რომ ესე იგი ბიძინა ივანიშვილი რა თქმა უნდა მონაწილეობდეს და ჩვენ აი მას დაბალი რეიტინგი აქვს და მას არ ექნება დიდი ის ვერ მიაღწევს დიდ შედეგებს ესე იგი ამ არჩევნებში. თუმცა ძალიან ბევრს აქტიურობენ და ფიცი წავს ბოლო მაკვირვებსო და ეს აქტიურობა სწორედ იმის მაჩვენებელია რომ მათ ძალიან სერიოზული შიში აქვს იმისი რომ ეს ძალა სერიოზულად გაიმარჯვებს არჩევნებში. რამდენიმეჯერ ახსენეთ ჩვენი საუბრის განმავლობაში რეიტინგები და კვლევები. გარკვეული სკეპსისი გაჩნდა საზოგადოებაში და ოპოზიციაშიც კვლევების მიმართ. ანუ საუბარია იმაზე რომ ასეთ გარემოში, ანუ იმ შიშის გათვალისწინებით, რაც არის დღეს საზოგადოებაში, თითქოს კვლევების ჩატარებას აზრი არ აქვს. როგორ ფიქრობთ თქვენ?
გამომდინარე იმ შედეგებიდან, რაც ბოლო პერიოდის მანძილზე ნახეთ სწორედ კვლევებზე. ერთ-ერთი პირველი ვიყავი მე, რომელმაც თქვი, რომ ესე იგი, აი, დაახლოებით ნახევარ ხალხს, ესე იგი, აქვს შიში და საკმაოდ დიდია შიშის ფაქტორი და ამ დროს ველი არის ძალიან გაუკუღმართებული. მაგრამ რატომ არ გამოვლინდა ეს იგივე ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, სადაც საკმაოდ დიდმა პროცენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სხვადასხვა რამეა. ის რომ ესე იგი მიენიჭოს მოქალაქეობა, ეს არ ნიშნავს პოლიტიკურ განცხადებას, ეს ნიშნავს ადამიანის თანადგომას. თანადგომის გამოხატვა არ არის ესეთი სენსიბილური ამ სიტუაციაში. როცა შენ ამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლება არ იქცევა კარგად და ის არის ესე იგი დამნაშავე ხელისუფლება და ასე შემდეგ, ეს უკვე სხვა მომენტია და აი შიში მაგის გამო შეიძლება ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ პიროვნებას მოუვიდეს ძალიან სერიოზული უარყოფითი განმტკიცება, ეს არის ძალიან მაღალი და აღმოჩნდა რომ შეიძლება 50% არა, მაგრამ 15-20% ეს ნამდვილად ესეა. ყველა მკვლევარი, ყველა გამოკვლევაში სწორედ ამას ადასტურებს, რომ 15-20% არის უარი პასუხზე. ანდა ისე ლოგიკურ ფიქრს ვერ გადის. კაცი ამბობს, რომ ესე ქვეყანაში ყველაფერი ცუდად ვინდის და ბოლოს ამბობს, რომ სააკაშვილს უჭერს მხარს, ხო? ან სააკაშვილი უნდა პრეზიდენტად. ან მოსწონს გატარებული პოლიტიკა. ეს არის რომ განსხვავებები აქ ძალიან კარგად იჭირება და ყველა კარგი მკვლევარი ამას კარგად ხედავს და ამიტომ არის გასაკვირი ხანდახან რომ ეს რეიტინგების ესე იგი ძალიან სერიოზული ასე ვთქვათ სახეცვლილება არ და გასაკვირია რატომ უნდა იყოს ეს რეიტინგების ცვლილება როცა რა ხდება ესე იგი რეალურად რა ხდება რომ შემოვიდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გაიხსნა ახალი ოფისების სტრუქტურა ერთ-ერთი ძალის მაჩვენებელია სხვადასხვა მან კარგად ჩამოაყალიბა ის რომ ესე იგი შექმნა ახალი ძალა რომელსაც შეუერთდა ბევრი ხალხი ეხლა ძალიან დიდი არის სწორედ 27-ის ამბავი ძალიან სერიოზული მომენტია სერიოზული ანკორი შეიძლება იყოს გადაფასების 27-ის შემდეგ ამ პოლიტიკური ძალის რეიტინგი საკმაოდ ერთი რამოდენიმე პუნქტით აუცილებლად აიწევს. თუმცა დღესაც რო ნახოთ, ესე იგი სხვადასხვა კვლევები სხვადასხვანაირად არის, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი, რომ ესე იგი თქვათ ქართული ოცნების რეიტინგი საკმაოდ მაღალია. რაზე დაყნობით ამბობთ ამას? იცით რა არის გამოკვლევები, ეხლა მე არ მაქვს უფლება რომ ამ გამოკვლევებზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ დამკვეთი ამას ამის სანქციას არ იძლევა, მაგრამ მე დანამდვილებით ვიცი და დანამდვილებით შემიძლია ვადასტურო ის ამბავი, რომ რეიტინგი, რომელიც გამოქვეყნებულია იგივე აირაის შედეგების მიხედვით, იგივე NDI-ის შედეგების მიხედვით, ეს რეიტინგი არ შეესაბამება სინონიმს, მე არ ვაბრალებ. თუ თქვენ ამბობთ, აირაის და არც NDI-ის იმას, მაგრამ არის მთელი რიგი მოსაზრებები, როგორ შეიძლებოდა ამ შედეგებამდე. ანუ ტექნოლოგიაშია პრობლემა, რადგან თქვენ ამბობთ, რომ ქართულ ოცნებას აქვს საკმაოდ მაღალი რეიტინგი, აღარ გავიხსენებ NDI-ის კვლევას საკმაოდ დროა გასული, აირაის კვლევას დავეყვნოთ, რომელმაც გაჟონა მედიაში, რომლის მიხედვითაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს 45%-იანი მხარდაჭერა, ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას 15%-იანი და უკვე არენაზე გამოჩნდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, რომელსაც NDI-ის კვლევით თუ არ ვხვდები 3-4% ჰქონდა, დღეს უკვე აქვს 9%. აღარ ვსაუბრობ თვითონ ლიდერებზე, ასევე იქაც უკვე გიორგი თარგამაძეს აქვს საკმაოდ მაღალი რეიტინგი. ანუ ასეთი შედეგი თქვენი აზრით ტექნოლოგიის ბრალია, რადგან თქვენ საუბრობთ სხვა შედეგზე, რომელზე ბოლომდე საუბრის უფლებაც არ გაქვთ. კი, მაგრამ ესე იგი რაც იყო მაგალითად, აი იაგო კაჭკაჭიშვილის კვლევები, ყველამ ვიცით ეს კვლევები, რომლის პრეზენტაცია იყო, საკმაოდ გამჭვირვალეთ იყო. ტექნოლოგიაც იქ წარმოდგენილი იაგო კაჭკაჭიშვილის ერთ-ერთი უპატიოსნესი და ერთ-ერთი ძალიან სერიოზული, ძალიან პროფესიონალური სპეციალისტია ამ საკითხის და მის საკმაოდ რო გავიდა იმ კვლევის შემდეგ ბატონო. საკმაოდ რო გავიდა და ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არსებობს რაღაც ლოგიკა, ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკა. ჩვენ ხო ამას ყველაფერს უკვირდებით. ესე იგი ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ უკეთესი ტექნიკა შევქმნით, სამხედრო ტექნიკა, ვიდრე იგივე რუსებმა ან ამერიკელებმა და ვიღაცა დიდი ქვეყნები, ასე ვთქვათ, ჩვენგან იღებენ ამ ტექნიკის, ესე იგი ამ ტექნიკის ბაზაზე აგებენ თავიანთ ტექნიკას. ეს არასერიოზულია და ადამიანები ამას ადეკვატურად აღიქვავენ. გამიგეთ? ეს სასაცილოდ არ ყოფნით ადამიანებს. და რატომღაც ესე იგი ეს არის მიჩნეული, რომ ეს არის კარგი დაუშვათ, კარგი ტაქტიკური ნაბიჯი ან კარგი პიარი, როგორც ახლა ამბობენ. ამის გამო აი თქვენ კითხვის დასაწყისში სწორედ მაგაზე ილაპარაკეთ, რომ ესე იგი თქვით იმის შესახებ, რომ დაუშვათ უნდობლობა არის აი ამ კვლევების მიმართ. ახლა ხან ვნახე ეს სწორედ განსაკუთრებით პოლიტიკური ნაწილის ამოსვლის წინ IPN-მა დადო რაღაც გამოკვლევის შედეგი 84% თulis რომ ესე იგი გამოკვლევები იძლევიან აი ეს სწორედ ესე იგი აი სწორედ აი თლათ სუფთა
დამკვეთების ან შემსრულებლების შეიძლება ითქვას, ყოველ შემთხვევაში პოლიტექნოლოგების, რომელიც ამ საქმეს დასაშვებად მიიჩნევენ, ამათი ბრალია და ნამდვილი მეცნიერული სოციოლოგიის მიმართ ეს კითხვებს ბადებს. მაგრამ არსებობს ლოგიკა, ჩვეულებრივი ადამიანური ლოგიკა, თუმცა ამ სოციოლოგიაში ლოგიკური ფილტრები იდება, სხვა ფილტრებიც იდება, 5 ფილტრი იდება ყველა კვლევაში, წესიერ კვლევაში ყოველ შემთხვევაში. და ეს ფილტრები არ უშვებს ისეთ სიტუაციას, ლოგიკას ექვემდებარება, სწორედ ესე იგი მოსალოდნელი შედეგი. ჩვენი საყვარელი პრეზიდენტი, რომელიც გამოვიდა, დაუშვათ, ჩავიდა ეკლესიის გახსნაზე და მას ჰქონდა ესე იგი არაადეკვატური, ასე ვთქვათ, ქცევა. რას ნიშნავს, როგორ შეიძლება ამან დადებითი შედეგი მოიტანოს, ხო? ესეთი მსგავსი შემთხვევები და იქ რაღაცა დაუშვათ მიაქ რაღაცა 3 საათი პრეზიდენტი აშენებს რაღაც ფიზიკურად აკეთებს. ხო ამას ყველა ხედავს, რომ ეს არ არის ნამდვილი და არანამდვილობას, არა ჩვეულებრივი საზოგადოება, ჩვეულებრივი ხალხი, როგორც ამას ხშირად ამბობენ, არ გპატიობს ადამიანს, იმიტომ რომ ყველაზე ძირითადი მოთხოვნა პოლიტიკური ფიგურის მიმართ არის პატიოსნება და სიტყვის კაცობა და გულწრფელობა. აი ეს თვისებები უნდა ახასიათებდეს პოლიტიკოს, მით უმეტეს საქართველოში. ამერიკელებს შეიძლება ცოტა სხვანაირად აქვთ, სხვა თვისებები აქვთ მოთხოვნილი, მაგრამ ძირითადად ეს თვისებებია თითქმის სოფლიოში, ცივილიზებულ სოფლიოში წინა პლანზე წამოწეული. და ამ ტაქტიკით, როგორც ახლა ჩვენი ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ხელისუფლების აქტიურობა ფუჭია? არ მუშაობს სამომრჩეველზე? რადგან როგორც წესი ბატონო ზურაბ, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი სწორედ კვლევების საფუძველზე აგებდა ხოლმე თავის ტექნოლოგიას. კი, კვლევების საფუძველზე აგებს ამ ტექნოლოგიას, მაგრამ სამწუხაროდ სწორედ აი ამაში მიდის შეჯიბრი რა. მაგრამ ყოველთვის იმარჯვებს ახლა მე ტრაფარეტულ რაღაცას ვიტყვი, ყოველთვის იმარჯვებს ის ძალა, სადაც სიმართლეა. ეს ყველაფერი არის აგებული იმაზე, მთელი ეს სახელისუფლებო პიარი აგებულია იმაზე, რომ თავისი მომხრეები შეინარჩუნონ და თავის მომხრეების შენარჩუნებაზე იხარჯება ეს უამრავი, ასე ვთქვათ, რესურსი. და თავის მომხრეები, რომელიც ყველა სიტუაციაში რაც უნდა გააკეთოს, მიხეილ სააკაშვილმა სულ შიშველმა იაროს ქუჩაში 8% მაინც იტყვის რა ლამაზი და რა მშვენიერია და რა სწორია რომ ეს შიშველი, რა კარგად გამოიყურება ეს შიშველიო. 8% ესეთი ხალხი არის აკეთ მხარეს. მაგრამ ყველაზე მთავარია 46%, 41-დან 46%-ამდე, რომელიც დღეს ამბობს, რომ არის ნეიტრალური, რომელიც დღეს ამბობს, რომ მე არ მიმიღია გადაწყვეტილება. მოსაპოვებელი აქვს. ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ იცით რა, ალბათობა იმისა, რომ ეს 46%, რომელიც დღეს ამბობს, მე არ პასუხი არ ამაგ და არ ვიცი რა გაგცე პასუხი, 2/3 დიდი ალბათობით ხარს უჭერს ოპოზიციურ ძალას. რატომ? იმიტომ რომ შიში ოპოზიციური ძალის ხო არა აქვს, შიში აქვს აი ამ ძლიერი ჭყალებში, რა თქმა უნდა, ძლიერი კი არა, ამ ავტოკრატიული სიტუაციის, რომელიც დღეს ესე იგი ქვეყანაში არის. ძალიან დიდი მადლობა. ზურაბ ბიგვავა იყო ჩვენი სტუმარი რეკლამის დროა გადაცემაში, რეკლამის შემდეგ ზუგდიდიდან სკაიპის საშუალებით ირაკლი ალასანია ჩაგვერთვება. ეს არის პირდაპირ საუბარი პირდაპირ ეთერში ზუგდიდიდან გვერდება ირაკლი ალასანია. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობის ეკა, დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ჩვენ გავიმარჯვებთ სამეგრელოში და ჩვენ გავიმარჯვებთ საქართველოში, ასე მიმართეთ თქვენ დღეს სენაკის მოსახლეობას. რას ნიშნავს ეს განცხადება? რატომ აიგივებთ სამეგრელოში გამარჯვებას საქართველოში გამარჯვებასთან? იმიტომ რომ მე დღეს ვიმყოფები სამეგრელოში, დღეს შეხვედრა მქონდა სენაკში ქართული ოცნების ლიდერებს და მინდა გითხრათ რომ სამეგრელოში მართლაც არის იმედი იმისი რომ ეს არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები ძალიან კარდინალურ, ფუნდამენტალურ ცვლილებებს მოიტანს ჩვენს ქვეყანაში. გაჩნდა იმედი იმისი რომ პირველად 20 წლის განმავლობაში არჩევნებით შეიცვალოს ხელისუფლება, რომელმაც სამეგრელოში და საქართველოში თავისი 8 წლიანი მოღვაწეობის პერიოდში ადამიანების ცხოვრებაში, დიდი უმრავლესობის ცხოვრებაში რეალურად ვერაფერი ვერ შეცვალა. საქართველო სააკაშვილის გეგმით მართლაც ვითარდება მხოლოდ ცენტრალური მაგისტრალის ირგვლივ. როგორც კი რამდენიმე ასეული მეტრით გახვალ ამ მაგისტრალიდან ნახავს სოფლებს, სადაც არ არის გზა, სადაც არ არის წყალი, სადაც არ არის გაზი. და დღეს თუნდაც სენაკის სოფლებში, სადაც მე ვიყავი და ერთ-ერთი სოფელია თვითონ ონოღიე, სადაც 64,000 ჰექტარი მიწა
გაუსვისეს მოსახლეობას ადგილობრივმა ორგანიზაციებმა აბსოლუტურად უცნობ ასე ვთქვათ ინვესტორზე მალულად და ისინი დატოვეს საძოვრების გარეშე. დატოვეს იმ შესაძლებლობის გარეშე ელემენტარული შეიტანოს საკუთარ ოჯახში. სწორედ ამიტომ ქართული ოცნების პროგრამებს, როდესაც ვაცნობდით დღეს ჩვენ ლაპარაკი ჯანდაცვაზე, რომ ქართული ოცნება ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქეს ექნება გადაუდებელი ჯანდაცვა. ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება სკოლები იქნება. ძალიან ბევრი სკოლა უკვე ბოლო პერიოდში ოპტიმიზაციის შედეგად სამეგრელოში დახურული და 8-7 კილომეტრი უწევს ბავშვებს, რომ მივიდნენ სკოლაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის ხელმისაწვდომობა განათლების არის, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მიერ უზრუნველსაყოფი. და უამრავი სხვა პრობლემა. აქედან გამომდინარე, იმედი გაჩნდა, რომ ისეთი ხელისუფლება მოვა და ისეთი პარლამენტი იქნება, სადაც უმრავლესობა არ იქნება ერთი პარტიის ხელში. თუმცა ბატონო ირაკლი, რამდენად ერთგვაროვანია მოსახლეობის დამოკიდებულება თქვენს მიმართ, რადგან გავრცელდა კადრები, სადაც თქვენ ფოთში ხვდებოდით დევნილებს, სადაც იყო გარკვეული საყვედურები ოპოზიციის მისამართით. მაგალითად, გითხრეს ხმა რომ გინდათ, მაშინ მოდიხართ. სად იყავით, როცა გვიჭირდაო, ჭერი რომ გვინდოდა, ხელისუფლება მოგცა და არა თქვენო. მიგაჩნიათ თუ არა, რომ სამართლიანია ეს საყვედურები, რომელიც მოდის ოპოზიციის მისამართით მოსახლეობის მხრიდან? ფოთში იყო ძალიან კარგი შეხვედრა ახალ რაიონში დევნილებთან. დიახ. და მე არ მესმის ხადახან ნაციონალური არხები, რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავებულად აშუქებენ. თუ კი აშუქებენ საერთოდ ჩვენს ვიზიტებს რეგიონებში, მაგალითად ზოგიერთი ნაციონალური არხი საერთოდ არ აშუქებს ქართული ოცნების აქტივობებს და განსაკუთრებით ჩემ აქტივობებს სამეგრელოში. იყო ძალიან კარგი შეხვედრა, ვისაუბრეთ რა თქმა უნდა იმ პირობებზე, რა პირობებშიც აღმოჩნდნენ დევნილები, როდესაც ერთი წლის წინ მიღებული ბინები პრაქტიკულად დღეს არის 80% უვარგისი. მე დამპატიჟე შევედი რამდენიმე ბინა ვნახე იმ ახალ ჩასახლებაში, უკვე აღარ არის პირობები იქ ადამიანებისთვის რომ იცხოვრონ. სახლები იბზარება და პრაქტიკულად ძალიან ბევრმა უკვე დატოვა ახალ ჩასახლებაში ჩასულმა დევნილმა ის ადგილი. ეს არის რეალობა. ეს არის საყვედურებიც ხომ იყო ბატონო ირაკლი? უმალავს ნაციონალური არხები საქართველოს, მაგრამ ჩემთვის მთავარი დღეს არის ის, რომ თუნდაც ზუგდიდში, სენაკში, მარტვილში ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მოდის უკვე ჩვენთან შეხვედრაზე. აინტერესებთ ალტერნატივას ეძებენ და ეს ალტერნატივა არის მართლაც ქართული ოცნება, რომელიც თავაზობს კონკრეტულ პროგრამას, სოფლის მეურნეობის გადარჩენის და ფეხზე დაყენების გლეხის კონკრეტულ პროგრამას, განათლების სისტემის რეფორმის კონკრეტულ პროგრამას, სოფლის მეურნეობის და ასევე მაგრამ ბატონო ირაკლი, ცალსახა ხომ არ არის მოსახლეობის დამოკიდებულება. ხომ ფაქტია, ანუ ჩემი თვალით ნახე, ჩემი ყურით უსმინე ინტერნეტში გავრცელებულ მასალას, სადაც ნამდვილად იყო საყვედურებიც. მე არ ვამბობ, რომ ეს საყვედურები ანუ ყველასგან მოდის, მაგრამ არის უკმაყოფილო მოსახლეობაც. მათზე რა სიტყვით? არის მოსახლეობა, რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ 8 წლის განმავლობაში მათ ცხოვრებაში რეალურად არაფერი შეიცვალა და ზოგადად მართაც პოლიტიკის მიმართ ხალხს აქვს ნდობა დაკარგული. ეს გაუთავებელი დაპირებები სააკაშვილის მხრიდან, ან თუნდაც ოპოზიციური პარტიების მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში წინასაარჩევნოდ ბუნებრივი ადამიანებზე მოქმედებს, მაგრამ უდიდესი უმრავლესობა ძალიან დიდი იმედით უყურებს ქართული ოცნების ამ ახალ ტალღას, კამპანიის ტალღას სამეგრელოშიც, სხვა რეგიონებშიც და დარწმუნებული ვარ და მე ხვდები მოქალაქეებს, ვინც ამას პირადად მეუბნება, რომ ოქტომბრის არჩევნებზე მათი გადაწყვეტილება იქნება ბევრად უფრო დაფიქრებული, ვიდრე აქამდე იყო და ისინი შინაგანი ხვით მიიღებენ გადაწყვეტილებას და არავითარ შემთხვევაში არავის ზეწოლას არ დაემორჩილებენ. აი ეს არის მთავარი შიში ჩაბარდა ისტორიას. აისბერგი ერთ-ერთმა შეხვედრაზე მასწავლებელმა თქვა ზუგდიდში, რომ დაიძრა და ამას ვერაფერი ვერ შეაკავებს. ქართველი მოსახლეობის ტოლვას თავისუფლებისკენ, რომელიც წაართვა სააკაშვილმა, ეს არის რა თქმა უნდა შეუკავებელი. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მართლაც მოვიგებთ სამეგრელოს და მოვიგებთ თელ საქართველოს, მოვიგებთ კახეთს და სხვა რეგიონებსაც. ბატონო ირაკლი, შიშზე საუბრობდით მანამდეც, ვიდრე წახვიდოდით სამეგრელოში. ნეტგაზეთმა გაავრცელა ამას წინათ ვიდეო მასალა, სადაც ზუგდიდის მოსახლეობა საუბრობს იმაზე, რომ არა აქვთ მათ შიში სინამდვილეში ხელისუფლების გარკვეულწილად თითქოს შეურაცხყოფილი ჩანდა ეს ხალხი, რადგან ოპოზიცია მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ მათ ეშინიათ, რამდენად სწორია ეს საუბარი თქვენი და ოპოზიციის სხვა ლიდერების მხრიდან, რომ ხალხი არის შეშინებული. ხალხმა შიში გატეხა, მაგრამ არავისთვის დასამალი არ არის, თუნდაც იქ სადაც ჩვენს დღეს საიდანაც მაქვს ჩართვა, ამ რეგიონს წლების მანძილზე სააკაშვილის დავალებით ახალების კლანი მართავს და მართავს ძალადობით, მართავს ტყუილით და ეს უკვე ადამიანებმა იმდენად გაიარეს ეს ეტაპი, უკვე წარსულს ჩააბარეს. დღეს უყურებენ თუ რა ალტერნატივა მოდის თავისუფალი
არჩევნების დროს რომ მისცენ ხმა და ეს არის სწორედ აი ღრმად ვარ დარწმუნებული ის ქართული ოცნება კოალიცია რომელსაც ეკითხებიან თუ როგორია ჩვენი პროგრამები ეკითხებიან იმაზე თუ როგორ დავიცავთ ჩვენს ხმებს და ეს არის თავარი საზრუნავი დღეს ჩვენი მოქალაქეების რომ მე მოვალ ხმას მოგცემ და თავარია იყოს ძალიან ბევრი დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან წარმომადგენლები რომ არც ერთი ხმა არ იქნოს გაყალბებული სწორედ ამის იმედი რა თქმა უნდა მე მაქვს იმიტომ რომ ჯარი ჩამოდის ესე ვთქვა დამკვირვებლების საერთაშორისო თანამეგობრობისგან ჩვენ ვართ ძალიან მომზადებული ჩვენი კომისიის წევრები ჩვენი დამკვირვებლებით ადგილზე და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს არჩევნები იქნება ისტორიული არჩევნები როდესაც ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას და არ მიიღებს ცენტრალური საარჩევნო კომისია სააკაშვილის დავალებით გადაწყვეტილებას ეს არის გარდაუვალი და ამიტომაც ვიზახი რომ ჩვენი გამარჯვება მართლაც გარდაუვალია და ეს არჩევნები არ არის პარტიებზე ეს არჩევნები არ არის კოალიციებზე ეს არის ხალხზე ხალხის არჩევანი იქნება გადამწყვეტი და უმრავლესობა რომელიც პარლამენტში მოვა ეს იქნება ხალხის უმრავლესობა რომელიც სამართლიან რაც მთავარია განათლებულ და ჯანდაცვით უზრუნველყოფილ საქართველოს შექმნის მაგრამ ამას სჭირდება დიდი შრომა მაგრამ ეს უფლება რომ მოვიპოვოთ პირველ რიგში ჩვენ სწორედ არჩევნების გზით უნდა შევსვალოთ ხელისუფლება რომელმაც 8 წლის განმავლობაში თითქმის 80% ჩვენი მოსახლეობის ცხოვრებაში ვერაფერი სასიკეთო ვერ შეიტანა მე პროპაგანდისტული მანქანა ცდილობს დღეს დამაპირისპიროს სამართალდამცავ სტრუქტურებს დამაპირისპიროს სამხედროებს მით უმეტეს იმ პრევენციული განცხადების შემდეგ რაც მათ ძალიან აღელვებთ აქ ხელისუფლებას მე მინდა გითხრათ რომ სამხედროებიც პოლიციის თანამშრომლებიც ის ადამიანები ვისაც მე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და თანამებრძოლებიც მყავს სწორედ მათ რიგებში ისინი მზად არიან რომ ეს სულილება მიიღონ როგორც საქართველოს უკეთესი გზით წაყვანის სულილება ეს არის ის ხალხი რომელსაც არ უნდათ პოლიტიკური დიქტატის ქვეშ ყოფნა ეკა და დარწმუნებული ვარ რომ მათი არჩევანიც იქნება სწორედ ქართული ოცნების სასარგებლოდ გაკეთებული. საფუძველს ბატონირაკი, რადგან იგივე შეხვედრების დროს ასევე ვრცელდება კადრები, სადაც პოლიციის წარმომადგენლები ზოგჯერ მაღალ ჩინოსნებიც მაგალითად ტელეფონის საშუალებით აფიქსირებენ ამ შეხვედრებს, თვალყურს ადევნებენ იმას თუ როგორ გხვდებათ თქვენ მოსახლეობა. რატომ ფიქრობთ რომ იგივე სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები დადგებიან თქვენ მხარეს? საქართველოს პატარა საზოგადოება და ყველას იცნობს. რა თქმა უნდა ეს დავალებები მათ შეურაცხყოფას აყენებს. პირდაპირ გეტყვი, ეს ხალხი მივიდა პოლიციაში და სამართალდამცავ სტრუქტურებში რომ ემსახურონ საზოგადოებას და დაისვას საზოგადოებრივი წესრიგი. მოიგერიონ ჩვენი ქვეყნის მტრები, მათი სპეცსამსახურების აქტიურობა აქ. სინამდვილეში კი მათ რესურსს, მათ ნიჭს, მათ სწორედ პროფესიულ თვისებებს იყენებენ აბსოლუტურად გაუაზრებლად იმისთვის, რომ უთვალთვალონ ოპოზიციის წარმომადგენლებს. სწორედ ეს მათ აღიზიანებს, დავალება მიღებული კი აქვთ. მაგრამ მათ არ უნდათ ესეთი დავალების შესრულება და დარწმუნებული ვარ რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რომ პოლიციის დეპოლიტიზაცია ის კანონი რომელიც 1 წლის წინ ჩვენ საზოგადოებას გავაცანეთ ეს არის ხსნა იმისთვის რომ მათ პოლიტიკური დიქტატი მოეხსნას და დარწმუნებული ვარ 80%, 85%, მხოლოდ ერთი პატარა ჯგუფი ადამიანების ვინც გამდიდრდა ხელისუფლებაში ისინი არიან სწორედ ესე აგრესიულად განწყობილი დანარჩენები სწორედ მათ უნდათ რომ მიეცეთ საშუალება ემსახურონ საქართველოს და არა კონკრეტულ რომელიმე პარტიას არის თუ არა გადაწყვეტილი ბატონო ირაკლი ვინ იქნება მაჟორიტარი ქართული ოცნების ზუგდიდში? ანუ ხომ არ იქნებით ეს თქვენ? რადგან თქვენ ხართ პრინციპში ლიდერებიდან ის ვინც მუდმივად აპირებს კოალიცია მიიღებს მოგვიანებით და რა თქმა უნდა საზოგადოებას გააცნობს. ჯერ ჩვენ ბოლომდე ვაყალიბებთ და შვლით ჩვენ საარჩევნო სტრუქტურებს, ჩვენ ინფრასტრუქტურას, ბოლომდე უკვე ავღწერთ ჩვენ სამომრჩევლებს, მიდის ისეთი სამუშაო რაც უნდა ჩაატაროს პოლიტიკურმა კოალიციამ და შემდეგ უკვე წარდგენილი იქნება კანდიდატურებიც და ეს არ იქნება ძალიან გვიან, ეს იქნება მალე. ზუგდიდის პროკურატურასთან ცოტა ხნის წინ აღმოჩენილი ბომბი თქვენ დაუკავშირეთ თქვენს გადასვლას სამეგრელოში. აქედან გამომდინარე სხვა ჟურნალისტებსაც გაუჩნდათ ეს კითხვა და ბუნებრივია მეც გამიჩნდა რა არის ის კონკრეტული საფუძველი, რის საფუძველზეც აი თქვენს ჩამოსვლასთან დააკავშირეთ ეს ფაქტი? ეს ზოგიერთი საჯარო მოხელე განსაკუთრებით ვინც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს აქ ეს არის მათი დაგეგმილი ეს ინფორმაცია ისედაც გამოვიდა მაგრამ თვითონ წარსული მათი აქტიურობების დმა და მე გავიხსენ ერთ-ერთი ფაქტი როდესაც წინა საარჩევნო კამპანიის დროს 2007 წლის ბოლოს 2008 წლის დასაწყისში საპრეზიდენტო კამპანიის დროს სააკაშვილის დავალებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჩაატარა ესეთი სპეცოპერაცია როდესაც გალელები ჩვენი გალელები ავტობუსით გადმოდიოდნენ რომ ხმა მიეცათ და მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში მათ გაუხსნეს ცეცხლი
და ეს იყო სწორედ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეცოპერაცია. ეს ძალიან კარგად იცის მთელმა დასავლეთ საქართველოს და გალმა. ასეთი გამოცდილება, როდესაც გააქვს ურთიერთობის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენელთან, ბუნებრივად ჩნდება ეს ეჭვი. მე ვლაპარაკობდი ახლა ამჟამად კონკრეტულად იმ ფაქტზე, რომ დაამთხვიეს ეს ჩემ ჩასვლას ქართული კოალიციის ლიდერების შეხვედრას ზუგდიდელებთან, რათა დაეშინებინათ მოსახლეობა და ისინი არ გამოსულიყვნენ შეხვედრაზე. მეცაც გეტყვი. აი ძალიან ყოფითი მაგალითია, რისი მოტანაც მინდა. ამ დღეებში იყო მამაჩემის დაბადების დღე და უამრავი მეგობარი ყავს მამაჩემს ზუგდიდში, აქ დაბადებულია, გაზრდილია და ერთ-ერთ მის სიკვმის მეგობარს, რომელსაც გარკვეული წონა აქვს საზოგადოებაში, გვარს ალბათ არჩევნების მერე გავიხსენებთ ამ თემას და დავასახელებ, სწორედ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები ურეკავდნენ და თხოვდნენ, რომ არ მოსულიყვნენ. ანუ იმდენად სულმოკლედ იქცევიან, რომ ხალხს ისინი უკვე აღიზიანებენ და სწორედ ამიტომაც მე დავწმუნდი სამეგრელოში, რომ სამეგრელო იქნება მართლაც გადამწყვეტი, ნაბიჯის გადამდგმელი ამ არჩევნების დროს და სწორედ სამეგრელოდან დაიწყება გათავისუფლება სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობისგან ჩვენი ხელისუფლების. რაც შეეხება შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომელთან დაკავშირებითაც თქვენ გააკეთეთ განცხადება და შემდეგ უწოდეთ მათ ამ განცხადებას პრევენციული. დღეს რა ვითარებაა? კიდევ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ასეთი დაჯგუფებების არსებობის შესახებ? მე როდესაც მექნება გადამოწმებული ინფორმაცია, ახალი ინფორმაცია, ბუნებრივია, მე ისევ საზოგადოებას პრევენციულ ინფორმაციას მივაწოდებ. რეზერვისტები, რომლებიც დღეს რეზერვი იქმნება, რა თქმა უნდა, იქ უდიდესი უმრავლესობა და თითქმის ყველა არიან პატრიოტი ადამიანები. მე მათ ყოველთვის მუნდირს პატივს ვცემ და მათ საქმიანობასაც პატივს ვცემ. მე უბრალოდ არ მინდა, რომ ისინი სააკაშვილმა გამოიყენოს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. დღეს ჩვენ ჭირდება, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი საარჩევნო წელია, ისედაც პოლიტიკურად პოლარიზებული წელია და სააკაშვილმა თავისი სამხედრო რიტორიკით არ უნდა დაძაბოს ისედაც დაძაბული მოსახლეობა. თავარია დღეს ეს არჩევნები იყოს სწორედ იმ პროგრამებზე, რომელიც გვაქვს ჩვენს კოალიციას, აქვს სხვა პარტიებს, ვინც მიიღებს მონაწილეობას და დებატების საშუალება მოგვეცეს. მედია არის დახურული, მე მართლაც იმედი მაქვს, რომ როდესღაც მომეცემა საშუალება და მადლობას გადავხდი Facebook-ის შექმნელებს, იმიტომ რომ სწორედ მათი საშუალებით მიწევს აუმრჩევლებთან კონტაქტი. ნაციონალური მედია იგნორირებას უკეთებს ქართულ კოალიციას, იგნორირებას მიკეთებს მე, მაგრამ სწორედ ამ Facebook-ის და სოციალური ქსელების საშუალებით თქვენს გაქვთ სწორედ შესაძლებლობა იხილოთ თუ რამდენად მრავალრიცხოვანია ჩვენი შეხვედრები მოსახლეობასთან, როგორ მართლაც ყურია ადამიანს ალტერნატიული აზრის მოსმენა და გადაღლილია იმ პროპაგანდისგან, რომელიც მოდის ნაციონალური არხებისგან. ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი გადაღლის, სააკაშვილით გადაღლის. და მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ სააკაშვილს თქვენი პირადი შეხვედრებით, აი ამ არჩევნებით. ფიქრობთ, რომ თქვენი ამ შეხვედრებით, აქტიურობით სამეგრელოს რეგიონში გატეხავთ იმ იდეოლოგიას, რაც მოდის ნაციონალური არხებიდან? ამას უპირისპირებთ? უიმედობაც გატყდა. საქართველოში არის იმედი. და სამეგრელოშიც არის იმედი იმისი, რომ ჩვენ საქართველოს მოსახლეობა შევძლებთ, რომ ღირსეული პარლამენტი ავირჩიოთ. პარლამენტი ავირჩიოთ, სადაც იქნებიან დეპუტატები, ვინც საკუთარი რაიონის ინტერესებს დაიცავენ. ეკა 230-ზე მეტი სოფელი მოვიარე და ყველგან შეკითხვას ვსვამ. გახსოვთ თუ არა, ერთხელ მაინც ამ პარლამენტში თქვენს დეპუტატს დაეყენებინოს საკითხი, რომელიც პრობლემურია თქვენი სოფლისთვის, თქვენი რაიონისთვის. ყველგან მივიღე ნეგატიური პასუხი. არცად 80%-ში არც კი იცნობენ საკუთარ დეპუტატს. აი ეს არის სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის უმრავლესობა და თავისი მორჩილი ოპოზიციის პარლამენტი. ჩვენ გვინდა დაბალანსებული პარლამენტი, სადაც ხალხი იქნება უმრავლესობა და ამას ჩვენ მივაღწევთ ერთად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ გავიმარჯვებთ სამეგრელოში და გავიმარჯვებთ მთელ საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, ეს იყო პირდაპირ საუბარი ირაკლი ალასანიასთან, რომელიც სამეგრელოდან გვერდებოდა. დღეს ამით გემშვიდობებით, ხვალ 10 საათამდე და როგორც ყოველთვის გისურვებთ მშვიდობიან ღამეს.